სახელი გვარი? ციხარიძე იური. რომელი პარტიის წევრი ბრძანდებით? თავისუფალი დემოკრატების პარტიის წევრი. დღეს თქვენ დაბარებული იყავით კონტროლის პალატაში. რა თქმა უნდა. გამგეობის შენობაში მიბრძანდით? რამდენი ხანი გრძელდებოდა გასაუბრება? უწყება მივიღებია და იმის მიხედვით ვიღავი. 5 საათზე მქონდა შეხვედრა, მაგრამ დავაჩქარებინე, რომ დრო არ მქონდა და პერსონალურად ამიყვანენ ზევით. ატო და 1 საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. ჩხრეკას ხო არ ქონდა ადგილი არ დასაცმელი? კი. დასაცმელი თქვენ? დასაცმელი შეგვიყვანენ დაცვის ოთახში, აბსოლუტურად კურთკა გამხადეს, ფეხსაცმელებიან, შავლიან, რა ვიცი, შავლის ღილების გამახსნევინენ და ისეთი ჩხრეკა ჩამიტარეს, რომ ბოლოს თვითონ წარმომადგენელი რომელიც კითხავდა იმას უთხარი რა ადამიანი ხარ ასეთი რას წარმოადგენს შენ რომ ამხელა ჩხრეკა ჩამიტარენ უთხარი შენ ვინა ხარ ასეთი მეთქი რა უთხარი და ადვოკატებთან ერთად ბრძანდებოდით? ადვოკატთან თქვენ მოითხოვეთ ადვოკატი და ხო შეუშლიათ ხელი რომ ადვოკატი მოეყვანათ? არა თავისით ამოყვე თავისით ამოყვე რატები შეკითხვები იყო ძირითადად? ძირითადად ქართულ პარტიასთან დაკავშირებით იყო და ქართული პარტია და ოჯახი ქართული პარტია რომელ პარტიას გულისხმობთ კაცო? ქართული ოცნებასთან დაკავშირებით იყო ძირითადად და ესე იგი კიდევ იყო ოჯახური პირობების აი ხელმოწერებთან დაკავშირებით გადაცემის გავრცელებასთან იყო თუ აგროვებს ხელმოწერებს პარტიის წევრი თუ ხარ რა დავალებებს ასრულებ რა ფუნქცია გაქვს პარტიაში თუ ფილიალს ართქმევდნენ მაგრამ მე ვთქვი ეგ არ არის ფილიალი ეგ არის ორგანიზაცია დაფუძნებული ოფიციალურად არის 3 რეგიონის რამე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხარ ქონდა მათი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქონდა ადგილი როცა მე საუბრებოდი და ვეუბნებოდი ჩემ სიმართლეს დაუშვათ სიტყვაზე ზოგჯერ არ მოსწონდა და მისებურად უნდა და მისებურ ჭრილში გადაეყვანა ეს საუბარი და ამ დროს გამოდიოდა მდგომარეობიდან ხშირად გამოვიდა კონკრეტულ მაგალითს ხო არ მომიყვანდით? კი ერთხელ მაგალითად ისეთნაირად მოუვიდა გული რომ დამანებე თავი კაცო მავცილი ვის გადავაეყარე აგი ხო და აბა რა ქნა ვიზია მეთქი მე ვთხარი წავიდე თუ კიდე ფანჯარა გააღებე და გადაახტი მე 4 საათამდე თანდასწრებით ადვოკატთან თანდასწრებით მისმერებს იყო შემდგომ თქვენ წერილობით სცემდით პასუხს შეკითხვებს თუ თან წერდით ამ არა დაწერით ახსნა გამარტება ბოლოში დამაწერინა ეგ შეკითხვები ჯერ გასაუბრების სახით იყო გამესაუბრა ამ იმაზე ყველაფერზე და მე ახსნა გამარტება დამაწერინა ბოლოს თქვენ მოსთხოვეთ ახსნა გამარტება თუ რას წარმოადგენდნენ რომელო მოთხოვე რა თქმა უნდა საბუთის მოთხოვე და ის სამსახურის საბუთის მოთხოვე რომ იმ სამსახურიდან თუ იყო პიროვნება და ასე მიპასუხა რომ საბუთი დამჩა სამში და ახსნა განმარტების ოქმი რომელიც შედგა იმაზე სულ სხვა გვარი იყო ნათია მოგელაძე თუ რაღაც ასეთი გვარი იყო რომელზეც თქვენ ხელი მოაწერეთ რომელზეც ხელი მოვაწერე მე და ჩვენ ადვოკატმა კიდე მოაწერა ხელი ჩემთან ერთად კარგით მადლობთ